საღამომშვიდობის მეგობრებო, მე ვარ სქარზი, იგივე ცოტნე. პირველ რიგში მადლობა ყველას, კარგი გამოხმაურებისთვის, დადებითი კომენტარებისთვის. იცით რომ ჩემი მიზანი არის რომ მაქსიმალურად გადმოვიტანო ჩემი ცოდნა თქვენამდე, მოვიტანო ესე რომ ვთქვათ და გაგიზიაროთ ყველაფერი რაც ვიცი და გაჩვენოთ რაღაცეები, რასაც იდეაში შეიძლება თქვენ ვერ ხედავდეთ, იმიტომ რომ იყოთ დამწყები ტრეიდერები. მოკლედ, დღეს მექნება შემდეგი სახის ვიდეო, ლექცია, რა ვიცი, რაც გვინდა ის დავარქვათ. ავხსნით დღეს მოკლედ ჩემს პირველ მოდელს დეტალურად. პირველი ვიდეო იდეაში მაქვს გადაღებული მაგაზე, მაგრამ დეტალურად არ მაქვს ახსნილი, სიღრმისეულად. ამიტომ დღეს თავიდან ბოლომდე ავხსნით ჩემს პირველ მოდელს. უშუალოდ კიდევ იყო კომენტარი პირველი FUG-ზე და ნუ მაგაზეც რა თქმა უნდა რომ გადავიღო ვიდეოს და ეგ უკვე ჩემი მეორე მოდელი, რასაც ვიყენებ, მანდ ვიყენებ იდეაში პირველი FUG-ის. მაგაზეც მექნება საუბარი, არსად არ გვიჩქარება, ვიდეოებს გადავიღებ, დავდებ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაფერზე. და ხო, მოკლედ შეგვიძლია რომ ახლა დავიწყოთ. მოკლედ, ხო, კიდევ იყო PDRA-ზე კითხვა, მაგასაც გაიცემა პასუხი და ნუ იდეაში ყველაფერს გავცემთ და დავალაგებთ დღეს გონებაში, რას როგორ რანაირად ვაკეთებთ ჩემი პირველი მოდელით. მოდი, პირველი ახლა მაშინ დაგიწერა აქ ჩემს გეგმას, რასაც ვაკეთებ. პირველი არის high time frame PDRA. PDRA რას ნიშნავს? PDRA ნიშნავს ზონას, სადაც შენ უყურებ იდეაში ფასის ჩამოსვლას და მაქედან execution-ის გაკეთებას. PDRA-ის მე პირადად ვიყენებ შემდეგნაირად, უნდა იყოს FUG, უნდა იყოს breaker block-ი და ან უნდა იყოს order block-ი. ან FUG, ან breaker block-ი, ან order block-ი. თუ გაგიჩნდებათ იმის კითხვა, რომ კი რატომ მაინც FUG breaker და order block-ი, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან, ნუ ეს სამი არის ყველაზე მაღალალბათობიანი ზონები, საიდანაც მე შემიძლია გავაკეთო execution. რა თქმა უნდა, PDRA არ არის მარტო ესენი, შენ შეგიძლია, ან ვიღაც შეიძლება იყენებდეს FUG-ს, ვიღაც შეიძლება იყენებდეს rejection blocks, propulsion blocks, რა ვიცი, ნუ უამრავ, რაც იდეაში მისთვის იქნება ჭალებში execution-ის გასაკეთებლად, მოკლედ რა ვიცი, ვერ დავალაგე ახლა კარგად, მაგრამ ნუ მიხვდებოდით ახლა რასაც გულისხმობ. Okay, high time frame PDRA-ში რას გულისხმობ? High time frame PDRA-ში გულისხმობ 15 წუთიან PDRA-ს. მე პირადად ვიყენებ 15 წუთიან PDRA-ს, ანუ 15 წუთიან FUG-ს, breakers ან order blocks ვიყენებ. და execution-ს ვუკეთებ 1 წუთიანს. აქვე მე შენ გეტყვი კიდევ ერთ რაღაცას, თუ შენ უყურებ პირობითად 4 საათიან PDRA-ს, execution-ი უნდა გავუკეთო 15 წუთიანს. თუ შენ უყურებ 1 საათიან PDRA-ს, execution-ი უნდა გავუკეთო 5 წუთიან time frame-ზე. თუ შენ უყურებ 15 წუთიან, ჩემ შემთხვევაში როგორც ვაკეთებ, PDRA-ს execution-ი უნდა გავუკეთო 1 წუთიანს. მოდი ესენი დასკრინე. შეგიძლია ჩაიწერო შენს Notion-ში და ახლა გავაგრძელებთ. ესე იგი, გავიარეთ ჩვენი PDRA-ის საკითხი რა. შემდეგი ეტაპი უკვე უშუალოდ რაც არის execution. Executions ვუკეთებ 1 წუთიან time frame-ზე. თუ მე 1 წუთიან time frame-ზე ვუკეთებ executions, მე მჭირდება დაკონფირმება 1 წუთიანზე. დაკონფირმება 1 წუთიან time frame-ზე. დაკონფირმებისთვის მე პირადად ვიყენებ. პირველი, აუცილებლად უნდა იყოს liquidity sweep-ი. ნუ, sweep-ი ისედაც ხდება, ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ ან რაღაც, მაგრამ მაგას გაჩვენებთ, გასაკვირი არაფერი არ არის იდეაში, გაჩვენებთ ჩარტზე. Liquidity sweep-ი, უბრალოდ აქ პირველს ესე დავწერ. ესე იგი, პირველი execution-ისთვის მე მჭირდება liquidity sweep-ი. მეორე, აუცილებლად ჭირდება CMT. მოდი ახლა შენ კიდევ შეგახსენებ და ყველა ჩემ ვიდეოში ვიძახი ამას, რომ თუ არ არის CMT მარკეტზე, არ არის ტრეიდი, მარტივად. დამერწმუნე, რომ CMT არის ყველაზე მაღალი
ყველაზე მაღალ ალბათობიანი კონფირმი მარკეტზე სტრუქტურის შეცვლის. ან გაგრძელებს, არა აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, CMT არის უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც ყველა ტრეიდერი, ყველა პროფიტული ტრეიდერი იყენებს. ნუ მეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ყველა ICT-ის ტრეიდერი ჭყალებში. მოკლედ გაითვალისწინე, რომ CMT-ის garaში არასოდეს ტრეიდში არ შეხვიდე, ეს იქნება ჩემი ძალიან კარგი რჩევა შენთვის. მესამე უშუალოდ არის CSD, ანუ Change of State Delivery. Change of State Delivery არის ჩემი მესამე კონფირმი, რასაც ვუყურებ ერთწუთიან time frame-ზე. და მეოთხე, იდეაში ყველაზე კარგ შემთხვევაში, იდეაში ეს სამი კონფირმი თუ მაგ დაუფიქრებლად შევდივარ ტრეიდში, მაგრამ კარგია თუ პლუს მექნება displacement-ი, EFG, FEFG. ნახე, რას ნიშნავს ეს? displacement-ი თუ არის ირღვევა EFG-ების და კონფირმდება FEFG-ების, ანუ წარმოიქმნება მარკეტზე FEFG-ების, ხო? მეოთხე ეტაპი არის უკვე ეს უშუალოდ და როდესაც ეს მაგ მარკეტზე კიდევ უფრო მაღალ ალბათობიანს ხდის ჩემს ტრეიდს. კი ბატონო. მოკლედ, პირველი ეტაპი გავიარე. ნახე, ჯერ მე შენ გიხსნი ახლა თეორიულად, პრაქტიკულადაც ამ ყველაფერს განახებ. მოდი ამას წავშლი და მეორე ეტაპი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის 4 საათიანი power of 3. ხო, 4 საათიანი power of 3 არის ჩემი ზონა, საიდანაც მარკეტზე ვეძებ executions. ეს არის. ნახე, 4 საათიანი power of 3-ში ეს გულისხმობ. ეხლა შეიძლება იცოდეთ power of 3 რას ნიშნავს, შეიძლება არ იცოდეთ power of 3 რას ნიშნავს. მოდი მე შენ ეხლა ძალიან მარტივად აგიხსნი ამ ყველაფერს. ყველა time frame-ზე, ყველა სანთელზე ხდება power of 3. ანუ მარტივად ნახე. მე დაგიხატავ ეხლა შენ აქ ვიზუალურად ყველაფერს, რომ გაიაზრო გონებაში, რასაც ვამბობ, ნახე, თუ მარკეტი არის bullish, ჯერ მარკეტი იხსნება. მარკეტი იკეთებს lows, დისტრიბუცია, მარკეტი იკეთებს highs და საბოლოოდ მარკეტი იხურება. მარკეტი რა, სანთელი. ხო? ნახე, open, low, high, close. ეს არის შენი power of 3. ეს არის შენი 4 საათიანი ჩარჩო, რასაც მე ვუყურებ ანალოგიურად, როდესაც არის მარკეტი bearish, რა ხდება მაგ შემთხვევაში? ყველაფერი ანალოგიურად. Open, high, low, close. იმ შემთხვევაში თუ ვარ bearish. ესეთი რაღაც უნდა მოხდეს მარკეტზე, ლოგიკურად. და ესეთ რაღაცას ვუყურებ მარკეტზე. ხო? ეხლა მეც მე არაფერს არ ვიყენებ, ეს არის ჩემი პირველი მოდელის მთავარი ინგრედიენტები ბჭყალებში, როდესაც ერთმანეთს შეერწყმება ეს ყველაფერი, მე ვარ მაღალალბათობიან ტრეიდში. ოკეი, კარგი. 4 საათიანი power 3-ს ეხლა დავუმატოთ აქ ჩვენ 10 AM-ის, ანუ 10 AM-ზე იხსნება ახალი 4 საათიანი power of 3, ანუ ახალი 4 საათიანი სანთელი, ხო? და ეს არის ჩემი მთავარი ზონა, სადაც ვტრეიდობ. ოკეი, ეხლა მინდა რომ ეს ყველაფერი მე შენ გადაგიტანო ჩარტზე. კაი, მოდი ჩემი წინა ვიდეოს თუ ნახავდი შენ trade execution, სადაც მე ავიღე 4 შაბათს ტრეიდი. ანალოგიურად იყო ყველაფერი აქ. ოკეი. პარალელურად გავხსნათ ჩვენი ესის ჩარტიც, რომ დავინახოთ ყველაფერი. ოკეი, ეს ჩვენი trading views დავადამადლი. It's okay. ვშავს. ოკეი. ხო, რა თქმა უნდა, რომ ეს უყურებთ CMT-ისთვის, ეგ ახლა ლოგიკურია. და ეხლა მე შენ დაგანახებ აქ charts. და კვირდი ამ ზონაში რა ხდება. ეს არის ლონდონის high. ლონდონზე დაკონფირმდა relative equal high. სულ რო bias-ით bullish ან bearish იყო. როდესაც ჩვენ უყურებ ესე ძლიერ liquid ზონას, მით უმეტეს როდესაც ლონდონზე არის დაკონფირმებული. ლოგიკურია რომ მარკეტი მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს liquidity ზონა აიღოს და აქედან გადაწყვიტოს მერე bullish არის თუ bearish. თუ ეხლა შენ
პლუს bullish ხარ მარკეტზე, უფრო მეტი კონფირმი გაქვს, ხო? მაგრამ სულ რო bias-ი არ ქონდეს მაღალი time frame-ის, ძალიან მარტივად შეხედავდი ეხა აქ ყველაფერს. მაგრამ მაღალ time frame-ის bias-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ეგ უნდა ვიცოდეთ, სად არის მარკეტი, სად იმყოფება, სად უნდა, ასე ვთქვათ, წასვლა. ოკეი, მე თუ მაქვს აქ liquidity. და ჩემი ზონა არის ეს ტარგეტებისთვის. ველოდები რას? ველოდები სწორ დროს. სწორი დრო როდის არის, როდესაც იხსნება 9:30. ნახე 15 წუთიან ჩარტზე ვართ ახლა. დააკვირდი 15 წუთიან FUG-ის ამ ზონაში. ეს იგი მარკეტმა ამ შემთხვევაში რა გააკეთა. დაიწყო მარკეტმა მოძრაობა liquidity-ებისკენ. PDR-ები აქ უკვე აღებული აქვს მარკეტს. და უშუალოდ ეს PDR-ები დარესპექტებული არის. შემდგომ 9:30 გაიხსნა, იყო ძლიერი displacement-ის ზემოთ, მქონდა order block-ი, breaker block-იც მქონდა და FUG-იც მქონდა. როდესაც 10 AM-ი გაიხსნა, დააკვირდი. ეხლა მე მინდა პლუს აქ ES-ი განახო. ES-იც ანალოგიურად, ეს არის 9:30 სამთელი. დააკვირდი ES-აც რა ლამაზი FUG აქვს. აქაც უკვე ნათლად ჩანს, რომ მარკეტზე CMT-ია 15 წუთიან time frame-ზე დააკვირდი. ES-ი ჩამოდის 15 წუთიან FUG-ში, იღებს 50%, NQ არ ეხება 15 წუთიან FUG-ს, ნიშნავს იმას, რომ low-ებზე არის CMT გამოკვეთილი და ლამაზი. ანუ პირველი ეტაპი იდეაში გავლილია. მაგრამ ამას უკვე უშუალოდ 1 წუთიანზე უყურებთ. ნახე, როდესაც შენ მონიშნე ES-ს მონიშნე NQ-ზე ცელოდები, რომელი აიღებს ან თუ ორივე აიღებს არ აქვს მნიშვნელობა. როგორც კი ჩამოდის უკვე მარკეტი უშუალოდ ამ FUG-ში, გადადიხარ უკვე 1 წუთიან time frame-ზე და ელოდები დაბალ time frame-ის, ანუ 1 წუთიანი time frame-ის კონფირმაციებს. რაც იდეაში აქ ჩამოგითვალე, ნახე. დააკვირდი. ოკეი. აქ ახლა მეტი კონფირმისთვის აქ კიდევ იყო ES-ის პირველი FUG აქ, NQ-ს პირველი FUG ამ low-ებზეც იყო CMT. ნუ ამასაც რო არ უყურო და არ იცოდე, ისედაც შეგიძლია მარტივად ძალიან გაერკვე მარკეტის მოძრაობა, მარკეტის სტრუქტურაში. ოკეი. ეხლა მთავარი კომპონენტი არ დაგავიწყეს. 4 საათიანი სანთელი, ანუ 4 საათიანი სანთლის გახსნას ელოდები. ანუ ელოდები 10 AM-ის შემოსვლას მარკეტზე. 10 AM-ი სად არის, ნახე. დააკვირდი, აქ გაიხსნა 10 AM-ი. ნიშნავ აუცილებლად, იმიტომ რომ გქონდეს წარმოდგენის უნარი მარკეტზე. ნახე. და ანალოგიურად რა თქმა უნდა ნიშნავ ES-ის 10 AM-ის გახსნას, ნახე. ოკეი. Drawn of liquidity უკვე არის მარკეტზე პირველი, იდეალური. Relative equal high-ები, relative equal high-ები. ამ ზონებში. ოკეი, ჩამოდის მარკეტი FUG-ში, ES-ი ჩამოდის დააკვირდი და არა NQ. ES-ი იკეთებს 4 საათიან lows, NQ support-ად იყენებს 4 საათიან lows, რაც ძალიან კარგია. და შენი შემდეგი უკვე თავარი კომპონენტი არის CMT და liquidity sweep, ხო? ნუ liquidity sweep იდეაში როდესაც CSD კონფირმდება უკვე. ეს ზონა არის sweep-ი, სადაც low გაისვიპა, displacement-ი CSD. პირველ რიგში ელოდები CMT. CMT სად არის? დააკვირდი, ეს არის 15 წუთიანი low-ები CMT ამ ზონაში. აქ და პლუს უფრო მაღალი კონფირმაციისთვის და უფრო ესე რომ ვთქვათ მაღალი ალბათობის CMT კონფირმდება პირველი FUG-ში, ნახე, სადაც ES-ის პირველი FUG-ია პლუს 15 წუთიან PDR-ისთან ერთად. ძალიან მაღალი ალბათობის ტრეიდი იყო. ამიტომ თავარი კომპონენტი რაც არის მარკეტზე უკვე მოცემულია, არის CMT. შემდეგი უშუალოდ შენი დაკვირვების ზონა, ანუ მეორე კონფირმი რაც არის, გაიხსენე. სად წავიღე? ხო, ოკეი. მეორე მთავარი კონფირმის ზონა არის, მეორე მთავარი კონფირმი არის CSD, change of state delivery, ნახე. CMT და CSD.
ეს იყო ჩემი execution. აქედან მე უკვე შევედი trade-ში და თუ ნახეთ ჩემი წინა ვიდეო აღებული მაქვს ეს trade-ი, დააკვირდი. Entry, stop-loss-ი ამ low-ზე მქონდა. ჩემი target-ი რა თქმა უნდა იყო ეს ზონა. ლონდონის relative qualifier-ები. და დააკვირდი ხა აქ support-ად როგორ იყენებს 10 AM-ის market-ი. ჩამოდის მე კიდე აქ internal CMT-ც იყო დააკვირდი. ანუ ორმაგი CMT იყო external-ი და internal. კიდე უფრო მაგარი ალბათობის. აქ რო შევედი trade-ში retracement-ი 10 AM-ი აიღო. მე displacement-ი და აქ კიდე დავამატე ერთი ამ ზონაში და target-ი მქონდა ეს ზონა რა თქმა უნდა. Minor-ი და მთავარი, buy side ბოდიში minor-ი არ არის, buy side-ი და მთავარი ლონდონის relative equal high-ი. უმარტივესი trade-ი და ძალიან მაღალი ალბათობის trade-ი ესე რომ ვთქვათ. პროცენტულობით. Okay. მოდი შენ ახლა კიდევ ერთ მაგალითს გაჩვენებ გუშინდელს. იდეაში მე გუშინ არ მივაჭრია და არ მიღია trade-ი, მაგრამ ნუ ყველაფერი ეგრე მოხდა მაინც. ვიცოდი რომ იდეაში ეს კვირა ძალიან დაბალ ალბათობიანი კვირა იქნებოდა, იმიტომ რომ მარკეტმა ძლიერი displacement-ი მისცა bullish სტრუქტურაში მაღალ time frame-ზე და როდესაც არის ძლიერი გაფართოება buy side-ების და ძლიერი displacement-ი აუცილებლად მარკეტს ჭირდება რა კონსოლიდაცია და ზუსტად ეს კვირა იყო კონსოლიდაციის, ამიტომ ამ კვირაში ორი trade-ი მაქვს აღებული მხოლოდ. ანალოგიურად აქაც დააკვირდი გაიხსნა 9.30, PDR-ები აქ აღებული აქვს უკვე 9.30-ს. დაკონფირმდა 9.30-ის PDR-ი. ჩამოდის მარკეტი. აქ low-ებზე არის CMT ნახე. ერთწუთიანზე გადადიხარ. პლუს პირველი FUG იყო აქაც და უფრო მაღალი ალბათობა იყო იმისი, რომ მარკეტი ჩამოვიდოდა ამ ზონაში და დააკვირდი ახლა აქ CMT-ს ამ ზონაში. ბოდიში. CMT არის მარკეტზე, შემდეგ ეტაპი რა არის გავიხსენოთ CSD. Liquidity sweep-იც არის, ნახე. CSD ლოგიკურად შეიძლება და უკვე აქედან შესვლა. მე თუ აქ შევიდოდი trade-ში, რა თქმა უნდა, stop loss CMT low-ზე მექნებოდა. Executions გავაკეთებდი ამ high-ებზე. Body-ში executions კი არა და ჩემი target-ი იქნებოდა ეს high პირველ რიგში. და აქ თუ დააკვირდები, შენ აქ თუ შევიდოდი CMT დატოვა და დიდი ალბათობით უკვე გამოვიდოდი trade-დან ან რაღაც partials მაინც ჩავხსნიდი. ესეთი მარკეტის დროს ნახე რა ცუდი price action-ია. დიდი ალბათობით აქ მაინც ბრიაქიმეზე დავსტოპდებოდი, იმიტომ რომ აქ რომ minor-ებს აიღებდა მარკეტი, ბრიაქიმეზე გადავიდოდი და შეიძლებოდა რომ ბრიაქიმეზე დავსტოპდებულიყავი, მაგრამ ნუ ლოგიკურად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იდეაში, ეგემის მიხედვით მაქვს ხოლმე რა. ხო, ნუ ეს ცოტა ცუდი მაგალითია, იდეაში არ იყო კარგი სავაჭრო დღე და არ იყო კარგი price action-ი, მაგრამ ნუ ყველგან ყოველთვის შეგიძლია რომ გამოიყენო რა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობის trade-ის საშუალებას გაძლევს, ეს ჩემი პირველი მოდელი ასევე გარიდებს ცუდ მარკეტს, იმიტომ რომ აქ თუ ეხლა შენ შეხვიდოდი და partials აიღებდი, ბრიაქიმეზე დასტოპდებოდი და მე trade-ს იდეაში აღარც აიღებდი, იმიტომ რომ მიხვდებოდი რომ ცუდი price action-ი იქნებოდა. და როდესაც საერთოდ PDR-ი არა გაქვს და არ გაქვს კარგი სტრუქტურა, მაგასაც უყურებ 5 წუთიანზე და მანდაც არ იღებ trade-ს იდეაში და მარტივად გარიდებს თავს ცუდ მარკეტს. ეს არის იდეაში ჩემი პირველი მოდელი. არ მინდა ეხლა ძალიან რომ გაიწელოს ვიდეო, მოსაწყენი არ გახდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ იდეაში თუ ტრეიდინგის სწავლა გინდა, ჩემი აზრით არ უნდა იყოს ეს ყველაფერი მოსაწყენი. ნახე ძალიან მარტივია რა.
უცებ ჩამოგიყალიბებ ისევ გონებაში და შეგიძლია ბექ-თესტები გააკეთო. მნიშვნელოვანი არის აუცილებლად კიდევ მაღალი time frame-ის მოცემულობა, რას ფიქრობ, სად არის მარკეტი, სად იმყოფება, უნდა იცოდე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგ ყველაფერსაც, ამიტომ მაგაზეც ცალკე მე როგორ ვიგებ high time frame high time frame-ის ანალიზს და როგორ ვიგებ სად არის მარკეტი, მაგაზეც გადავიღებ ვიდეოს, რა თქმა უნდა. და ხო, მოკლედ ეს იყო ძალიან მარტივად, ნახე, 15 წუთიანი PDR-ის ვიყენებ, 1 წუთიანი executions ვუკეთებ, მაქვს ჩემი კონფირმები, აქ ძალიან მთავარი რა არის, იცი რომ, ნახე, მაქვს გეგმა. თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მაქვს გეგმაში, შევდივარ trade-ში. თუ ერთი რაღაც მაინც არ არის, არ მიდის გეგმის მიხედვით, შანსი არ არის, ანუ trade-ში არ შევალ. და ზუსტად ამან გამხადა პროფიტული რაღა დაგიმალოთ სიმართლე, იმიტომ რომ ჩემი მთავარი პრობლემა იყო მაინც სულ სიჩქარე. როდესაც რაღაც ემოციებზე დაყრდნობით ვიღებდი ტრეიდებს, რა თქმა უნდა, რომ სულ წავაგებ რა და სულ წააგებ ეგეთ შემთხვევაში და ნუ ეგეც უნდა გაიარო ეგ ეტაპიც, რომ მიხვდე მაგ ყველაფერს. თუ ერთი რაღაც მაინც აკლია ჩემს გეგმას, გამორიცხულია რომ ტრეიდში შევიდე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერმა შემაძლებია რომ ვიყო პროფიტული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ვიყავი კიდევაც, ეხა კიდე აღარ ვარ ისეთი ემოციური, ამ საქმემ სრულიად შეცვალა რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში და მთავარი კომპონენტი არის გეგმა და გეგმის მიყოლა, დისციპლინა, დისციპლინას დიდი მნიშვნელობა აქვს ბიჭებო, როგორი მოდელიც არ უნდა გქონდეთ. თუ დისციპლინა არა გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ანუ ვერ მიხვალთ იმ სასურველ შედეგამდე. ნუ ეგზაც უნდა გაიარო, ეხა რაღაცეები შენ თვითონ უნდა გაიარო, უნდა მიხვიდე მაგ დონემდე. რაღაცეებზე უნდა გეტკინოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ თამაშის ნაწილია. ამიტომ ძალიან მარტივია, ნახე, ძალიან მარტივი მოდელია. ანუ იმის თქმაც მინდოდა იდეაში და მინდა რომ ეძებეთ სიმარტივე რა, მარკეტი არის ძალიან მარტივი იდეაში. და ეძებეთ სიმარტივე სულ. არ იყოთ რაღაც გადარეული რაღაც ისეთი აღმოჩენაზე, რომ bro, come on რა, მარტივად შეხედე. და ზუსტად ეს მოდელია იმის მაგალითი თუ როგორ მარტივად შეგიძლია შენ დაპრინტო ფული. ანუ იმენა პირდაპირ გეუნები რა, იმენა დაპრინტო. და მინდა რომ შენ იყო ფსიქოლოგიურად ძლიერი და აუცილებლად მიაღწევ იმ შედეგს, რაც იდეაში გულით გინდა. კაი, მოდი ერთხელ კიდე გავივლი, ესე იგი 4 საათიანი power of 3 აუცილებლად, 15 წუთიანი PDR-ი, 1 წუთიანი execution. 1 წუთიანი execution-ში გჭირდება რა? პირველი liquidity sweep-ი, მეორე CMT აუცილებლად, მესამე CSD და ყველაზე კარგ შემთხვევაში displacement-ი, EFG-ები და FEG-ები. ეს არის იმენა sub A+ setup-ი, როდესაც ეგრე ხდება მარკეტზე. ამიტომ სულ მიყევი გეგმას რა. ეცადე რომ მაქსიმალურად ეცადო შეინარჩუნო დისციპლინა და იყო long term-ში პროფიტული და არა რაღაც ამ მომენტში და ხვალდაზე არა. long term-ში იფიქრე. და long term-ში თუ იფიქრებ, დისციპლინა იმ შედეგს მოგცემს იდეაში, რაც შენ გინდა და რაც ჩვენ გვინდა ყველა ტრეიდერს რა. ოკეი, ჩემი პირველი მოდელი ესე გამოიყურება, იმედია რომ გაიგეთ ყველაფერი, ძალიან მარტივია, მაგით ვარ ვლაპარაკობ ბევრს ამ მოდელზე, რომ მართლა ძალიან მარტივია, ეხლა თუ order block FEG, ბრიაკერი და რაღაც CMT არ იცი, come on რა, ცოტა გაინძერი შენც და ჩაწერე YouTube-ში, ნახე რას ნიშნავს რა არის FEG, რა არის order block, ეხლა მაგაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ ძალიან ელემენტარულებია ხო და ცოტა ეხა შენც მიეცი საკუთარ თავს ძალა, რომ რაღაცეები შენ თვითონაც გაიგო. ძალიან ელემენტარულები რა. ეგ თვისება უნდა გქონდეს ტრეიდერს. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, იმედია რომ დაგეხმარებათ ეს ყველაფერი. და ხო, მომავალ შეხვედრამდე მადლობა ყურადღებისთვის.